შემოსავლები გვინდა რომ ასე ვთქვათ გქონდეს. თავისთავად ცხადია მარტო ხოხბის მიუხედავად იმისა რომ ძალიან ლამაზია მარტო ხოხბი ვერ დააკმაყოფილებს რა მრავალგვარი მრავალი ფეროვანი ბუმბულები არის საჭირო და კოლხური ხოხბის აღდგენის პროგრამა პრაქტიკულად დაიწყო 2011 წლიდან, როდესაც ჩვენ რამდენიმე ადამიანთან ერთად მოვინდომეთ კოლხური ხოხბის ტყვეობაში გამრავლება. პირველი мотиваცია იყო ის, რომ ფაქტობრივად შეგვექმნა ისეთი ხოხბის საშენი ცენტრი, რომელიც მოამარაგებდა სამონადირეო მეურნეობებს და შემდგომში სამონადირეო მეურნეობებში საშუალება ექნებოდათ მონადირეებს კანონიერი ნადირობის, ანუ გარკვეული ალტერნატივა შეგვექმნა ვაშლოვანის ეროვნული პარკის იმ ჰაბიტატისა, რომელიც ბრაკონიერობის მხრიდან განიცდიდა ხოლმე საკმაოდ ხშირად შეწუხებას. მაგრამ შემდგომში ეს იდეა მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო ფონდების მიერ, კერძოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა და ბრიტიშ პეტროლიუმმა, რომლებსაც ჰქონდათ ეკოლოგიური გრანტების პროგრამა, მცირე გრანტების პროგრამა, მხარი დაგუჭირა და შეიქმნა პირველი სერიოზული ვოლიერი, ჩატარდა გარკვეული კვლევები. გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მაშინდელი ხელმძღვანელი იყო ბატონი გიორგი შონვაძე, სერიოზული მხარდაჭერა გაგვიწია, მოგცა უფლება რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მივსულიყავით და ამოგვეღო იქიდან რამდენიმე ბუდიდან ამოგვეღო რამდენიმე კვერცხი. ფაქტიურად 24 კვერცხიდან დაიწყო ეს პროგრამა. შემდგომში ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებულად განვითარდა. პირველივე, ასე ვთქვათ, აი ამ პროექტის ფარგლებში მოხერხდა 74 ხოხბის გამრავლება, მიღება. შემდგომში ჩვენ დავდექით იმის წინაშე რომ ის ვოლიერი, რომელიც ჰქონდა 750 კვადრატული მეტრის ფართობის ვოლიერი, რომელიც პირველ ეტაპზე იქნა ასე ვთქვათ, აშენებული და მოწყობილი, აღარ აკმაყოფილებდა ამ ხოხბების რაოდენობას და ჩვენ მაშინ მერსიკორის ფონდმა დაგუჭირა მხარი, აი ეხლა რომელ ვოლიერში ვიმყოფებით დაემატა ასე ვთქვათ იმ 750 კვადრატულ მეტრს კიდევ ერთი 750 კვადრატული მეტრი და ფაქტობრივად უკვე ჩვენ საშუალება მოგვეცა რომ გაგვემრავლებინა ერთადერთი რაც ჩვენ გვაყდა ასე ვთქვათ აი ამ პროექტის სრული შედეგების მისაღწევად ეს იყო ხოხბების უკვე გამრავლება და გადაცემა სამონადირეო მეურნეობებისათვის და აქ უკვე მესამე ეტაპზე დასკვნით ეტაპზე რომლის ფარგლებშიც ეხლაც ვიმყოფებით ფაქტიურად ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური ფონდი, რომლებმაც გლობალური გარემოს დაცვის ფონდი, ჯეფი, რომლებმაც მოგცეს საშუალება უკვე აგვეშენებინა ინკუბატორი და უკვე საკმაოდ სერიოზული რაოდენობა დაახლოებით 300-მდე ხოხობი იქნა მარტო ამ საშენში ასე ვთქვათ გამრავლებული. ჩვენ პირველივე წელიწადს მოვახერხეთ 150 ხოხბის განაწილება სამი სამონადირეო მეურნეობისთვის და მათ უკვე მეორე წელს, ანუ ამ წელს მოახერხეს თავის მხრივ კიდე გამრავლება და უკვე ბუნებაშიც გაუშვეს ხოხბები. საერთო ჯამში ჩვენ გაუშვით თითქმის 500-მდე, კი არ გაუშვით, გავამრავლეთ თითქმის 500-მდე ხოხობი. აქედან მნიშვნელოვანი რაოდენობა დაახლოებით 200 გაშვებული იქნა ბუნებაში. რაც თავისთავად ცხადია, რომ ძალიან დიდი წარმატება არის ამ პროექტის. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროექტი სრულდება წელს და მთავარია, რომ ჩვენმა ბენეფიციარებმა, რომლებსაც ჩვენ ასე ვთქვათ, ესტაფეტა გადავეცით, წარმატებით გააგრძელონ ეს თავიანთი საქმიანობა, ბიზნესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ ეკონომიკური мотиваცია ყოველთვის უფრო მყარს ხდის ნებისმიერ კონსერვაციულ პროგრამას და კონსერვაციულ წამოწყებას და ამ შემთხვევაშიც იმედი გვაქვს, რომ სამი სამონადირეო მეურნეობა დავასახელებ, მაგრამ ეს არის ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა ალაზნის ჭალებში, ალაზნის ჭალების სამონადირეო მეურნეობა იორზე, ესა ბოდიში, ივრის ჭალების სამონადირეო მეურნეობა იორზე და მტკვარზე გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა. ფაქტიურად
ამ სამსამონადირო მეურნეობაში ჩვენ უკვე ყავს გარკვეული რაოდენობის ხოხბები, რომლებიც იმედია რომ უკვე გამრავლდებიან და ეს გამრავლება მოხდება ზუსტადაც იმ მიმართულებით რომ მონადირეებმა და თქვათ ბუნების მოყვარულებმა ისარგებლონ, ინადირონ ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით ანუ ეკონომიკური სარგებელი მიიღონ. რაც შეეხება კონსერვაციონისტულ მიმართულებას ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ეს საშენი ასე ვთქვათ კვლავ მოქმედი დარჩება. ჩვენი პროექტი მართალია წელს სრულდება, მაგრამ მონიტორინგის პროგრამა ილიას უნივერსიტეტთან ერთად გაგრძელდება და ვთვლი რომ ამაშიც წარმატება გველის, იმიტომ რომ საკმაოდ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება არის დაგეგმილი. ხალხ ჩვენ ველოდებით ტელემეტრიული ასე ვთქვათ მარკერებს, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვნიშნავთ ხოხბებს და გავუშვებთ ბუნებაში და მოხდება ამ ხოხბების მონიტორინგი და დაკვირვება. თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა კიდე მომავალში. ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ასე ვთქვათ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, განხორციელდება, ეს არის განშობული ხოხბების მონიტორინგი. ჩვენ გვინდა შევიძინოთ გარკვეული გამოცდილება იმ თვალსაზრისით, რომ ტყვეობაში გაშვებული ხოხბები გავუშვათ ბუნებაში, ველურ ბუნებაში და დავაკვირდეთ მათ თუ კონკრეტულად რა შედეგის გვაძლევს ტყვეობაში გამრავლებული ხოხბები ბუნებაში. ანუ ხდება თუ არა მათი ბუნებრივი გამრავლება, ხდება თუ არა მათი ასე ვთქვათ საშუალებით ახალი თაობების მიღება. ანუ თუ ტყვეობაში გამრავლებული ხოხბები ბუნებაში არ იძლევა ახალ თაობას და ამრავლდება, ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ არ წაადგება ბუნებას, ანუ ჩვენი შრომა არ იქნება იმდენად ეფექტური და ნაყოფიერი. ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტელემეტრიული ტექნოლოგიის საშუალებით მოვნიშნოთ განსაკუთრებით დედალ ხოხბებზე არის აქცენტი, იმიტომ რომ გვაინტერესებს იბუდებიან ისინი თუ არა და ვთქვათ რამდენ კვერს დადებენ, რამდენ ლაპს გამოიყვანენ. შესაბამისად ეს ტექნოლოგია ჩვენ გვაძლევს საშუალებას მოუძებნოთ ისინი ამ გამრავლების პერიოდში და დავაკვირდეთ მათ ბუდებას. გარდა ამ ტექნოლოგიისა, ტელემეტრიული ტექნოლოგიისა, ჩვენ მამრი ასე ვთქვათ მამალი ხოხბები მოვნიშნეთ. მამალი ხოხბები გაშვებული იქნა ვაშლოვანის აგრძალის ტერიტორიაზე, გაშვებული იქნა აგერ კოღოთოს ხეობაშიც და ეს მონიშნა დარგოლვით კეთდება. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გამრავლების პერიოდში ბევრად უფრო ადვილია დარგოლილი ხოხბის, მამალი ხოხბის დაჭერა ხაფანგში, იმიტომ რომ ფაქტიურად აი გამრავლების პერიოდში ხდება მეტოქეობა მამალ ხოხბებს შორის და ისინი საკმაოდ ადვილად ებმებიან ხაფანგში და ჩვენ აი ტერიტორიების მიხედვით დაუგებთ ხაფანგებს და გავარკვევთ თქვათ აი ჩვენი ხოხბები, რომლებიც დავრგოლეთ დარჩნენ აქ თუ არ დარჩნენ. ანუ არის კიდევ ასე ვთქვათ ფერადი მარკერებით მონიშნა, ანუ ჩვენ ყველა იმ ტექნოლოგიურ საშუალებას, რომელიც მონიტორინგისთვის არის აუცილებელი, გამოვიყენებთ და ფაქტობრივად ამ მონიტორინგის ბოლოს ჩვენ გვექნება გარკვეული შედეგები და ამის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უკვე მოვახდინოთ მომავალში ხოხბების გაშვება უკვე სხვა ტერიტორიებზე იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვექნება. ამ საქმეში, ამ მონიტორინგის საქმეში ჩართულია და მთავარი პარტნიორი არის ილიას უნივერსიტეტი, ეკოლოგიის ინსტიტუტში ხდება ასე ვთქვათ მათი სტუდენტების და პროფესიულ მასწავლებლების დახმარებით მოხდება ამ შედეგების დამუშავება, ანალიზი და საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება საკმაოდ კარგი ასე ვთქვათ გამოცდილება ხელთ. ზოგადად ხოხობის აღდგენა რატომ არის მნიშვნელოვანი? ნუ ხოხბის აღდგენის მნიშვნელობა ალბათ გადაუჭერებლად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ კოლხური ხოხობი პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც იყო ასე ვთქვათ ტყე, მდელო და შანი თუ წყარო გამოდიოდა 1000 მეტრის ქვევით თითქმის ყველგან ხდებოდა ისტორიულად, მაგრამ სამწუხაროდ დღეს საქართველოში სულ 3-4 ადგილია, ჩამოყალიბება შეიძლება ითქვას, რომ 4 ადგილია, სადაც ეს ხოხბის პოპულაცია ჩვენ ყავს. შემცირებულია მათი რიცხოვნობა, შემცირებულია მათი
პოპულაციების სირწული გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით. თუ ამას შევხედავთ კიდე იმ კუთხით, რომ ზოგადად კოლხური ხოხობი სოფლიოში სულ 4 ქვეყანაშია შემორჩენილი, ეს არის აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი და საბერძნეთი. უკვე თავისთავად ცხადია, რომ ამ პროექტის მნიშვნელობას და ხოხბის გამრავლების მნიშვნელობას ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. ზოგადად პროექტი წელს სრულდებაო თქვით და აი რამდენად წარმატებულია, რამდენად ხარჯმაყოფილი შედეგები? რა თქმა უნდა, ახლა როდესაც ჩვენ დავიწყეთ ხოხბის გამრავლება, ტყვეობაში გამრავლებაზე მუშაობა, მოლოდინები იყო, უნდა გითხრათ, ცოტა გადაჭარბებული იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ ხოხბის ტყვეობაში გამრავლება არ არის ახლა ესეთი დიდი პრობლემა მსოფლიოში 1000-ობით და 100,000-ობით ამრავლებენ ამ ხოხობს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი ზუსტადაც კოლხური ხოხბის, ველური ხოხბის გამრავლება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ხოხობი, ანუ ჰიბრიდული ხოხბების დიდი ნაწილი ფერმებშია გამოყვანილი, ფაქტიურად მოშინაურებულია ეს ფრინველი და მათი გამრავლება საკმაოდ ადვილია, მაგრამ ველური ხოხბის გამრავლება აღმოჩნდა საკმაოდ რთული. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ ინსტინქტებს ინარჩუნებენ, საკმაოდ ფრთხალები არიან და აი რომ არა ესეთი დიდი ვოლიერები, რომელშიც ვართ ახლა ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად მცირე ფართობიან ვოლიერში ველური ხოხბის გამრავლება შეუძლებელია. ამ ფართობზეც კი თუ არ იქნება ეს შესაბამისი ველური პირობები, ფაქტობრივად ხედავთ, რომ ეს არის მათ საბინადრო გარემოზე ჩამოცმული გალია. და რომ არა ესეთი ბუნებასთან ძალიან მიახლოვებული პირობები, პრაქტიკულად მათი გამრავლება შეუძლებელია. ამიტომ ამ პროექტს ამ კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ველოდით, რომ გავამრავლებდით ძალიან ბევრ ხოხობს, მაგრამ აი 2011 წლიდან დღემდე, ასე ვთქვათ, ჩვენ რაც შევძელით თვითონ ჩვენ საშენში დაახლოებით 300 ხოხობი არის გამრავლებული, მაგრამ უკვე გადაცემული ეს ხოხბები გადაცემული იქნა ბენეფიციარებისთვის და იმათ თავის მხრივ გაამრავლეს, იქ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ 600-მდე ხოხობი გავამრავლებთ. თუმცა მოლოდინები ქონდა მეტი, რომ დაახლოებით 1000 და მეც მივიღებდით. მაგრამ თავარი ეგ არ არის, ვფიქრობ, რომ თავარი არის ის, რომ ჩვენ ეს გამოცდილება შევიძინეთ. ასე ვთქვათ, არის უკვე 3-4 ადგილი, სადაც რჩება ეს ადგილიც ბუნებრივია, ხოხბის საშენი არის საქართველოში. ამიტომ ამ ტყვეობაში გამრავლებას წინ არაფერი არ უდგა. ეხლა მომდევნო ეტაპი ეს არის უკვე ბუნებაში მათი აღდგენა. ეს რა ვიცი, მინდა ეს დაჭერა ის იყო თუ არა?